მოგესალმებით მეგობრებო, ჰაი, როგორ ხართ, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ, შუადღე მშვიდობისა, დღეს ასეთი ვიდეოთი მოვედი, გვაქვს კვერცხების, ბუს კვერცხების, კინდერ კვერცხების განყუთვა, გახსნა და რა ვიცი, აბა დავიწყოთ თან, მე ძალიან მაინტერესებს, სულ მაინტერესებდა ასეთი ვიდეოებს, სულ უყურებდი, ბავშვობიდან თან ჩემ ბიჭიც უყურებდა სულ გვინდოდა რომ რაღაც მსგავსი ჩვენს გაგვეკეთებინა ესე ბევრი კვერცხები დაგვეხსნა და საინტერესო ვიდეო მინდა რომ გამოვიდეს და აბა მიყურეთ გამოიწერეთ ჩემი არხი არ დაგავიწყდეთ ზარისხილას დააჭირეთ ხელი და აბა წავედით გადავიდეთ პირველ კვერცხზე ჩემ ბავშვობის დროინდელ კინდერზე აი ასეთზე ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ისევ ისეთი სათამაშოები ამოდის თუ არა ой ეს სიმბა არის მგონი ეთყობა სიმბას კოლექციიდან არის აქ არის გოგოებისაც ბიჭებისაც ძალიან ბევრი მაქვს ნაყიდი მე თვითონ მაინტერესებს რაც ჩემი ბიჭი მოიზარდა კინდერის კვერცხი არ მიყიდია ალბათ 7 წელი იქნება არ მიყიდია არ შემიწენია და მეც მაინტერესებს როგორი სათამაშოები არის შიგნით. აბა ვნახოთ, დავიწყოთ გახსნა. გავხსნათ. ეხა ნამდვილად ამდენ შოკოლადებს არ გავსინჯავ. მინდა გითხრათ. ცოტას გავსინჯავ. რომ ბავშვობის გემო გავიხსენო. ამასთან აქეთ გადავდებ ხოლმე ესე გვერდზე. რომ ხელი არ შეგვიშალოს. ძალიან ბევრი კვერცხები არის აქ. არ ვიცი ახლა ჩანს თუ არა. რაღაც ნაწილი ჩანს, რაღაც ნაწილი არ ჩანს. ასეთი ხერხით გადავწყვიტე ვიდეო, იმიტომ რომ მთლიანი, ანუ მე არ ჩანდი კვერცხებს, უღებდი და კვერცხებს, თუ ისა კვერცხები ჩანდნენ და მე არა, ასე რომ ესე ორმაგი ვიდეოთი გადავწყვიტე. მე მგონი უფრო კომფორტულია. თქვენ რა სიტყვით, თუ მოგწონთ, დალაიქეთ, დამიწერეთ. თუ ასეთი მეთოდი მოგეწონებათ, კიდევ სხვა დროს მსგავსად გადავიღებ. ой, ისევ ისეთი შოკოლადი აქვს სხვათა შორის. აბა ვნახოთ. თან გავსინჯოთ, მოდი ხო? პატარათი გავსინჯოთ თან. ვნახოთ როგორი გემო აქვს. ისევ ისეთი ძველი გემო აქვს თუ არა? ბავშვობიდან. აბა ну, რძის გემო აქვს. ის შოკოლადი, აი იცი როგორი შოკოლადის გემო აქვს, ნუთელას შოკოლადის გემო აქვს. მგონი ცოტა განსხვავდება ჩემი ბავშვობის კინდერის გემოსგან. რა ვიცი. ну, ყოველ შემთხვევაში მგონი იჭმება. ცუდი არ არის. აბა გავხსნათ. აბა რა მოგვივა? ой, რა არის ეს? აბა. ეს რა არის? ვნახოთ. ეს არის ვისი კოლექციიდან, აბა. ой, QR კოდიც აქვს, QR კოდი. ой, კუა მოგვივიდა, მეგობრებო. ой, ნახეთ. სიმბადან არის. ой, მე სიმბა მინდოდა. მაგრამ კოც კაია. ვნახეთ. აი, ასეთი ქაღალდის. ეს. და ასეთი კუ. ზღვის კუ. წყლის კუ. მე ძალიან საყვარელია მე მგონი. აბა ვნახოთ. თან არ ვიცი ხა რამდენად ავაწყობ ხოლმე. თუ ვერ ავაწყობ, გადავდებ ხოლმე, იმიტომ რომ ეხა არ დავიწყებ ხა ამის დიდხანს არის ხოლმე რაღაც სათამაშოები, რომ უნდა დიდხანს აწყობა. აი თან ხა კამერაში უყურებ მე. ой, ეს რაღაცა უკუღმა ვაწყობ მე მგონი. ხო თქვით ამე კამერაში ესე ვერ ვხედავ კარგად. აი ნახეთ, ой, რა საყვარელია. ნახეთ აი. მე მგონი ძალიან საყვარელი სათამაშოა. აი წუკა სახალისო კუ. ну, კოლექციის შეგროვება შეიძლება, მეგობრებო. აი ნახეთ. აი ესეთი პატარა კუ. წყლის კუ.
რო არის ხოლმე წითელ ყურაკუ რო არის მე მგონი ვინც იცის მე ძალიან მიყვარს ცხოველები და ну მოკლედ შოკოლადი გემრიელია კუც ძალიან საყვარელია ну მეტი რა უნდა ამოვიდეს ახლა ხო ნახოთ აბა ბევრი გვაქვს ჯერ წინ გასახსნელი აბა გადავიდეთ ეს კუ ერთი ძალიან საყვარელი და სახალისო აბა მოდი ისევ აქედან ამ კინდერებიდან დავიწყოთ და გადავიდეთ მერე სხვა კიდე კინდერებზე და ბოლოს გავხსნათ ბუს კვერცხები მეც მაინტერესებს ბუს კვერცხები არასდროს არ ვიყიდია იმიტომ რომ ადრე არ იყო ჩემი ბიჭი რო პატარა იყო მაშინ ეს ბუს კვერცხები არ იყიდებოდა ახალი არის ეს ну პირამიდები და რაღაცეები იყო მაგრამ ბუს კვერცხები რა ვიცი და მაგასაც აუცილებლად ბოლოსკენ გავხსნათ აბა დავიწყოთ მეც ძალიან მაინტერესებს აბა ასე დასაყარლობა ბავშვობა გამახსენდა ადრე ესე ხედით ხოლმე ძალიან სწრაფად გვინდოდა შოკოლადები გვეჭამა ადრე ამოდიოდა ხოლმე ესეთი ბეჰემოტები ცოტა ხუარ შევჭამო კიდე აბა რაღაცა აბა ნახოთ თუ ისეთი არის გემო ესეც იგივე გემო აქვს ძალიან გემრიელია რა ვიცი მე მომწონს აი ასე ხო ამოდიოდა ბეჰემოტები რა ვიცი 1000 რაღაცეები ძალიან ბევრს ვაგროვებდით და რამის ყუთებით გქონდა ეს სათამაშოები აღარ ვიცოდა დედაჩემმა საწაეღო მოკლედ და კიდე ჩემი დიშვილი რომ ყავს ჩემი ბუკას იმდენი ჰქონდა ხოლმე რომ ესე კარდონის ყუთი სავსე ჰქონდა ხოლმე იმდეს ყიდულობდით აბა ვნახოთ აქ რა ამოგვივიდა აბა მე მგონი იგივე კოლექციიდან არის ძალიან კარგი იქნება თუ სხვადასხვა სათამაშო ამოგვივა რომ ერთნაირი არ იყოს რა თქმა უნდა ну ხან არის როზედიზეთ უი ვაიმე სიმბა ამოგვივიდა მეგობრებო რა მაგარია ხედავთ როგორი აი რა განწყობითაც შეხვდები იმას მიიღებთ აუცილებლად აბა ვნახოთ ჩვენი სიმბა ვაიმე რა საყარგონი რამდენი ბავშვი ეძებს ამას რომ შეაგროვონ ღმერთო და ჩვენ ამოგვივიდა უი ეს როგორ უნდა თანაქედან უყურებ მე ესე როგორ უნდა ავაწყოთ რაღაცა აი ასე ეს უნდა ჩავსვათ აქ ეს აქ თან ვცდილობ არ შემეშალოს რაღაცა რომ კარგად ავაწყოთ შეცდომით არ ჩავსვათ უი აი ზიგზაგად ისმება ნახეთ აი თქვენთან ერთად ვაწყობ სიმბა მოგვივიდა მეორე მეგობრებო ნახეთ აი კუ და სიმბა მეფე ლომი რა საყვარელია რა ვიცი მე მომწონს ვისაც მოსწონს ვისაც უყვარს სიმბა მულტფილმი ეს ჩვენი ბავშვობის მულტფილმი არის რა თქმა უნდა ახალიც გადაიღეს მე უყურე მეფე ლომს ძალიან მომეწონა რაც არ უნდა ახალი იყოს ძველი იყოს ეს პერსონაჟი და ეს მულტფილმი ძალიან მიყვარს აი ასეთი ლამაზი სიმბუკა ყავს ვაიმე ძალიან მომწონს აბა გადავედით ესე იგი სიმბა და კუ ყავს ჩვენ კოლექციაში აბა ნახოთ მგონი დღეს ეს კვერცხი მაქვს მხოლოდ 3 ცალი ეს ძველი მოდელი ანუ ესე ვთქვათ არ მაქვს ეს კვერცხი ბევრი შეზენილი მინდოდა რომ უფრო ახალი კინდერები მენახა არ ვიცოდი თუ ესეთი კარგი სათამაშოები იქნებოდა ისევ თორე უფრო მეც შევიძენდი თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი თუ მსგავსი ვიდეო და
ესეთი kinderების გახსნა მოგეწონებათ, დამიწერეთ, რა ვიცი, თუ ბავშვებიც მიყურებთ ბავშვებაც და კიდევ დავა unboxing-ებ kinderis კვერცხებს თქვენთვის და მეც ვიხალისებ და თქვენც იხალისებთ. თან ნახავთ რა სათამაშოებია და როგორი ხარისხის, საინტერესო არის, რა თქმა უნდა. მეც მაინტერესებს. აბა, ნახოთ. აბა. ეს გახსნის პროცესი ძალიან მიყვარს სხვათა შორის. აი, ასე. გადავდოთ. რა თქმა უნდა, ახლა სუნთელ კვერცხებს ესე ვერ შევჭამ, ამას აუცილებლად მაცივარში შევინახავ, იმიტომ ძალიან ცხელა და მალე დნება, მინდა გითხრათ. და რა ვიცი, ჩემი ბიჭი მიირთმევს მერე, ან თუ ვინმე მოვა და ასე. აი, ასე გადავიდეთ, აბა მოემზადეთ რა ამოგვივა. ვაიმე, ეს რა არის? მე მგონი, მათო ჯობდა რომ მე მგონი მეყიდა ეს ძველი კოლექცია რაღაცა თითქმის ყველაზე საუკეთესო სათამაშოები ამოვიდა მეგობრებო. ნახეთ. სირაქლემა ამოგვივიდა. აი. ნახეთ. ამ კოლექციიდან. სიმბას კოლექციიდან, მეფელომის კოლექციიდან. რა საინტერესოა, ნეტავ რამდენი ცხოველი იქნება კიდევ. აი, ნახეთ, რაღაცა იხვის ჭუკია, მე მგონი სპილოა, ბეჰემოტია, სკუნსიც არის. აუ, სკუნსი ძალიან მინდოდა. ეს სახელი არ მაქვს ამ ცხოველის. ძალიან მომწონს, პინგვინი, თეთრი დათვი და რა ვიცი. ისე ტიმონი და პუმბა, ეს მე მგონი ტიმონია ეს და პუმბა აი აქეთ არის, სადღაც უკან არ ჩანს, ზებრაც არის. ой, რაღაცა ძალიან შორსად ჩანს. მე მგონი, ცხვირი მეკავება სიხარულისგან მე მგონი. ხო, აბა გადავიდეთ, ვნახოთ. თან მინდა რომ და აბა ვნახოთ. თან ამას გვერდზე გადავდებ, რა თქმა უნდა. ой, რა საყვარელია. და სხვათა შორის, ნახეთ, კარგი ხარისხის. აბა ავაწყოთ, ესე უნდა მე მგონი, ეს ასაწყობები ძალიან მარტივად იწყობა, მინდა გითხრათ, როგორც ხედავ მე. აი, ეს აქ უნდა ერთოთ მე მგონი, აი, ასე. ой, ეს რაღაცა. აი, ასე. მარტივად იწყობა ალბათ ბავშვებმა, არ მიყვარს ბევრი რაღაც ისინი რო აქვს ხოლმე ასაწყობებში, რომ ესეთი ასაწყობის სათამაშოები რო ამოდის, ძალიან როა დაშლილი, იმიტომ რომ ბავშვის სიხარული იმაში არის, ჩემი აზრით, თუ აი ესე მარტივად ამოვა, მარტივად აწყოს, ან არ იყოს ასაწყობი, ან მარტივად ესე გაუკეთოს. რო უყვართ ბავშვებს გავსი სათამაშოები, პატარა სირაქლემა, აი, სიმბა, სირაქლემა და ამ კოლექციიდან ასეთი საყვარელი და ლამაზი სათამაშოები ამოგვივიდა, ვისაც სურვილი აქვს შეიძინეთ. აი, ასე. არღის ძალიან, ახლა რა ვთქვა, ძალიან ძვირი ეს ძველებური kinderი, რაც არის ნამდვილი kinderი, სადღაც 3 და რაღაც ხიდა თუ არ მახსოვს, ახლა ზუსტად ფასებს ვერ ვიტყვი, ესე სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა ფასები არის ფასდაკლებები, ხან 2 და რაღაცაც კიყის ხოლმე, ხან 5 ლარამდე, ნუ ეს ბუსკვერცხები რა თქმა უნდა ძვირი ყირს უფრო, 8 ლარი და რაღაც, ანუ არ ვიცი, ხა ზოგან ესე იყიდება, ზოგან ისე იყიდება. ჩვენი მიზანია რომ ჩემი მიზანი არის პრინციპში რომ დავტესტოთ, ვნახოთ რა დევშიგნით, თან ვიხალისოთ, ვისაც სურვილი იქნება, შემდეგ შეუძინოს თავის ბავშვებს, შვილებს და რა ვიცი, მეგობრებს და ასე შემდეგ, თუ მოეწონებათ.
ეს მგონი გოგოსი უნდა იყოს, რახან ესეთი ვარდისფერი და კვას-კვასა და მე რომ მიყვარს ესეთი ვარდისფერია, სხვა რაღაცა პირატის მეკობრის რაღაცა ქუდი აფარია, რაღაცა ინტრიგა იმალება აქ, მგონი. ძალიან მიყვარს ბავშვების სათამაშოები მე პირადად. და იმიტომ გადავწყვიტე პირველი ესეთი unboxing-ი Kinder-ის. ესე იხსნება რაღაცა, აი ნახეთ, აი ესე, აქ ალბათ არის შოკოლადი, მე როგორც ხვდები, აქ არის სათამაშო. ეხლა გავხსნათ ეს შოკოლადი, თან ნახოთ როგორი არის გემო. მეც ძალიან მაინდა, რა თქმა უნდა, სხვებს აღარ დავხსნი, ეხლა ამას ვნახავ შოკოლადს და დანარჩენს, ანუ ფაქტიურად იგივე გემო ექნება. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ერთნაირი ბრენდის არის, უბრალოდ სხვადასხვა ბიჭის, გოგოსი და ასე, აი Toybox-ის, Max-ის Kinder-ი. აბა ვნახოთ. აი ასე იხსნება. ეს სხვათაშორის Toybox-ის ის არ ვიცი. სხვანაირი, ნახე. რა საინტერესოა, ესეთი არ ვიცი, მე ვიცი რომ მე მგონი ეს ამას უნდა გქონდეს სხვანაირი. ეს სხვანაირია, ნახეთ. Kinder Joy არის ეს და ეს იყო ეს არის Toybox-ის Max-ის Kinder-ი. ეს ახალია რაღაცა. ის ვიცი და ეს არ ვიცოდი ნამდვილად. არ შემიმჩნევია სიმართლე რომ გითხრათ, ესე Kinder-ები ესე ერთნაირად, ან ძველებური ვიცოდი ის Kinder-ი და ეს იმაში ვიცი რომ სხვანაირი შოკოლადია, მაშინ ისიც გავხსნათ. აბა რა ვიცი, ნახოთ. იჭმება თუ არა საერთოდ, ჩემ თავზე გამოვცდი და თქვენც გეტყვით როგორია გემოთი, აბა ვნახოთ. ეს ალბათ არის შიგნით ისინი ბონიბონები და რასაც ვეძახით ხოლმე, ბონიბონებს ვეძახი ესეთ კამფეტებს. MM-დებსები კიდე სხვა არის, ეს ცოტა პატარებია. აბა ვნახოთ, როგორი გემო აქვს. ძალიან საინტერესოა. რაღაცა ვიცით როგორი გემო აქვს? არა, შეჭმით იჭმება ნამდვილად. იცი როგორი გემო აქვს? აქვს ესეთი, აი, აბა ზეც ვნახოთ ცოტა. ისეთი გემო აქვს. ადრე იყიდებოდა ჩემ ბავშვობაში. დედაჩემი ძალიან ბევრს ყიდულობდა ხოლმე, ჩვენთვის ვისაც ეხსომება. ჩემ თაობას მეწოსთან იყიდებოდა ხოლმე შოკოლადის კარაქი. ასაწონი. და ესე ასაწონი შოკოლადის კარაქის გემო აქვს ჩემი ბავშვობის სხვათა შორის ამას, ამ შოკოლადს. რა ვიცი, ეხა შეჭმით ალბათ შეიჭმება. ძალიან ქიმიის გემო არა აქვს, ესე ქიმია რო თქვა, არ აქვს, უფრო რძის გემო დაკრა. რძის ფხვნილისგან არის ალბათ და რძის გემო აქვს. ესეც 9 შუნობს, რა ვიცი, ხა ეს ალბათ დიდად კაკაოა, ძალიანაც შოკოლადი არ იქნება. შესაძლოა იჭმება ეხა. არ არის ძალიან ცუდი, ტკბილი არის, იმასთან შედარებით, ამ შოკოლადთან შედარებით, უფრო ტკბილი არის, მინდა გითხრათ. ალბათ უფრო მეტი შაქარი აქვს, მე ესე ხვდები რა. მოკლედ იჭმება რა. ცუდი არ არის. იმას დაუწერ, ამას როგორც ყოველთვის 1-დან 10 ქულას დაუწერ მე, ჩემ ძველებურ Kinder-ს და ამ ახალს რაღაცა მე მგონი 1-დან, რა ვიცი, 6 ქულას დაუწერ მე პირადად. რა ვიცი, აი ასე. აბა გადავიდეთ, შოკოლადი შევაფასეთ, ქულაც დაუწერეთ, ახლა გადავიდეთ სათამაშოზე. ხო, ნახამ იმასაც კარგი სათამაშოები ჰქონდა, რა თქმა უნდა. მე ჩემი აზრით იმსახურებს ნამდვილად 10 ქულას ნამდვილად სიმბამ და ასეთ კარგ სათამაშოები, რა ვიცი, მე მომეწონა ძალიან, ალბათ ბავშვებსაც მოეწონებოდათ. აბა გავხსნათ, ამის შოკოლადს 6 ქულას უწერ. ახლა ვნახოთ სათამაშო. იმედია ძალიან ასაწყობი არ იქნება, იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს. აბა ვნახოთ.
ეს რა არის? რაღაცა ცხოველია, ნახეთ. დიდი არაფერი რო სიმართლე გითხრათ. რაღაცა მგონი ყუთი უფრო ლამაზია, მე მგონი რა სიტყვით თქვენ, აბა დაწერეთ თქვენი აზრები. აბა გავხსნათ, იმასთან, იმ სათამაშოს ხარისხთან და იმასთან შედარებით რაღაცა ეს ცოტა რაღაცა ძალიან პრიმიტიულად ხარისხი, რა ვიცი. თითქოს არ მომწონს თავიდანვე, არ ვიცი. აბა ვნახოთ ეს რა არის. ესეც რაღაცა კოლექციიდან არის, რაღაცა ცხოველების არის ბორბლებზე. რა ვიცი, ბორბლებზე რატოა, არ ვიცი ცხოველები, მაგრამ არის ბორბლებზე. და აქედან ამოგვივიდა, რა ამოგვივიდა, ეხა არცა ჩანს. ეს არის მარტორქა. აბა ვნახოთ. გადმოვყაროთ. რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ამ ფასში და ასეთ ლამაზ შეფუთვაში, ასე ბორბლები, ჩემი აზრია ასეთი, რა თქმა უნდა. იმიტომაც ვიღებ, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. არის ძალიან, რა ვიცი, მარტივი. რა ვიცი, ეხა დიდი არაფერი, ცოტა იმედგაცრუებული ვარო, სიმართლე გითხრათ. მე პირადად, მარტორქა ძალიან კარგია ცხოველი, როგორც ეგეთი ცხოველი, მაგრამ ამასთან ეხა, ამ სათამაშოსთან, ნახეთ, ამის ხარისხს და ამას უყურეთ. და თითქმის ერთი ფასი აქვს. რა ვიცი, ძალიან იმედგაცრუებული მაქვს, ამას დავუწერ ალბათ, რა ვიცი. შეფუთვისთვის და ნორმალური შოკოლადი, ნახეთ, რა სილამაზია შეფუთვა, რეკლამა, ხო ხვდებით და ამას შეხედეთ და ამ რეკლამისთვის დავუწერ 3 ქულას რა. და შოკოლადისთვის და არა ამისთვის. არ მომეწონა. ვაღიარებ. გადავიდეთ. ძალიან რაღაცა ხასიათზე მოქმედებს გონი, მაგრამ არა უშავს. აბა გადავიდეთ სხვაზე. ისევ toy-box-ზე. ესეც გოგოსია, მე ვთვლი. მე მგონი, იმიტომ რომ ფერებიც ისეთი აქვს, რომ გოგოს ხო. ამის შოკოლადს აღარ გავხსნი ხა აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ერთნაირი იქნება, რა თქმა უნდა, შოკოლადები. აბა დავიწყოთ. აქ ცოტა რაღაცა ის არის. ეს კუდა ისე რა ხდება? დღეს რა არის, რა ამბავი? რაღაცა კუები ძალიან წყალობენ დღეს. ძალიან მეცინება მართლა, მეგობრებო, ძალიან უცნაურია. ეს ცხოველები და კუების დღე არის. დღეს, ნახეთ. წყლის კუების კოლექცია არის. ალბათ ზაფხული რო არის, იმიტომ გამოუშვეს უფრო. სეზონურად ალბათ უშვებენ სათამაშოებს, არ ვიცი. ნახეთ, ეს ცოტა რაღაც უკეთესი არის. რაღაცა ეს კუ ცოტა რბილია, მინდა გითხრათ. ეს იხსნება. ნახე, უბრალოდ ესე არის. მეთქი რამე ხო არ იდო. ესეთი რბილია, ოდნავ თითქოს რაღაცა პლასმასი. ესეც პლასმასია რა. რა ვიცი ეხა. პატარა ბავშვს ალბათ გაუხარდება, შეიძლება წყალშიც ჩააგდოს, რაღაცა ითამაშოს. მაგრამ დიდად ხარისხი არ აუწყალობენ, რა ვიცი, ამ toy-max-ისგან, რა ვიცი, რაღაცა იმედგაცრუებული ვარ მე პირადად, არ ვიცი. არ ყიდა, იაფი მინდა გითხრათ. კაი, მოდი ამ გარეგნობით შეფუთვას და ამ საყვარელ კუშანას რახამ ესეთი ბრტყელი და სქელი კუ ამოგვივიდა, დაუწეროთ, რახამ წყლის კუს საყვარლობა არის, სისაყვარლის გამო დაუწეროთ 5 ქულა, მოდი ამას რა. მეც ვერ დაუწერ ნამდვილად. ეხა გადავდოთ კიდე. აბა გავაგრძელოთ. ბოლოს ყველა სათამაშოებს ერთად განახებთ, რა თქმა უნდა.
მოდი მე ამასთან ესე იმას ვიყავ ხელი არ შეგვიშალოს ესე მან ხაღალდებმა მოდი ესე ვთქვათ და შოკოლადებიც ასე გადავაწყო გვერდზე რომ ხელი არ შეგვიშალოს აი ასე მოკლედ გადავიდეთ მეგობრებო გადავიდეთ და აბა გავაგზელოთ მეგობრებო არ ვიცით რომელი ავირჩიოთ ისევ toybox-ი ავირჩიოთ მოდი და დანარჩენი ბოლოსკენ გავხსნათ ისევ იმიტომ რომ მინდა რომ სხვადასხვა ბრენდი სხვადასხვა ერთად გავხსნათ აი Kinder Joy გავხსნათ ერთად და toybox Max-ები გავხსნათ ერთად მოდი ესე გავაკეთოთ ეს რა არის ეს სხვა ნახეთ სხვა ბრენდია რაღაცა სხვა კვერცხია ესა აბა ეს რა არის აი ნახე გოგოსი ბიჭისი ეს სხვადასხვა ბრენდი ну დანარჩენი Kinder Joy მოდი ეს toybox-ები გავხსნათ ორი ცალი ბიჭის დარჩა აბა ნახოთ დავიწყოთ მეც მაინტერესებს არის იმედია ბიჭის ყუთში მაინც იქნება რამე სასარგებლო და საინტერესო იმიტომ რომ გოგოს ყუთში ძალიან რაღაცა პრიმიტიული რა ვიცი არ მომეწონა რა არ მოვიტყვები ხა არ მომეწონა იმედგაცრუებული ვარ ხო კვერცხში იგივე შოკოლადი არის აღარ გავხსნი ეხა აბა ნახოთ ბიჭებს თუ უმართლებთ ამ შემთხვევაში ბიჭებს ნახოთ აბა ნახოთ ეს რა არის აბა რა არის ახლა ეს ვერ ხვდები აბა ნახოთ ну მოკლედ ამ როგორც მე მივხვდი და როგორც თქვენ ხედავთ ამ კოლექციაში და ამ Kinder-ში ძალიან პრიმიტიული სათამაშოები ამოდის მეგობრებო რა ვიცი აი ნახეთ სისულელია რაღაცა აი ეს არის მეგობრებო ეს არის ფულის გადაყრა მოკლედ არ გირჩევთ გადავყრი ახლა ამას მე აი იმედგაცრუება აი ნულს კაი ერთს დაუწერ აი ამას ვიზუალს რეკლამას მოკლედ არც ავაწყობ დაჟე მაგას აი ისე წამიხდა ის აბა ნახოთ მეორე ვნახოთ იმედია ამას არ გავხსნი რა თქმა უნდა ну შოკოლადი ნორმალური იყო შეიჭმება არ არის ისე რომ აი და უი რა ცუდია არ არის ესე მაგრამ სათამაშოებზე რაღაცა ეს რა არის აბა ნახოთ ის სათამაშო არც ამიწვია თუ დაინახეთ ეგრევე გადავაგდე არც სურვილიც არა მაქვს მინდა გითხრათ იმიტომ რომ რა ვიცი არც იწყობა მე მგონი რა და ახლა ეს რა ესეც კუარი ესეც ეთყობა ამა ძალიან მოსწონთ ეს კუები აი ასეთი ესეც რაღაცა მარტივი რაღაცა პრიმიტიული სათამაშო არის მეგობრებო აი ძალიან პლასმასი აი ასე ავაწყე ოდნავ რაც შევძელი აი ასეთი რაღაცა გამჭვირვალე კუარი ესე მოძრაობს თითქოს თავს ამოძრავებს და კუბუს აი ასე რაღაცა საწყალი და მოშუარი ხარისხით თორე კუშვენიერია აი ესე კუცატოკებ თავს ამოძრავ ну არა უშავს იყოს ხა ამას ორ ქულას დაუწერ ახლა მოძრავი არის კაი აი ასე და თავის ვიზუალის გამო მოდი გადავიდეთ შემდეგზე გადავიდეთ და აბა ნახოთ ეს ორი განსხვავებული Kinder-ებისგან რაღაცა Cosby Fun არის თუ Caspi Fun თუ როგორც არის არ ვიცი ახალია ჩემთვის მე არ მინახია პირადად მოდი პირველი გავხსნათ ბიჭისა და ბოლოს გოგოსი ამის შოკოლადსაც ვნახავ რა თქმა უნდა როგორც იმის ვნახე მაინტერესებს ну თოიმ რაღაცა ჩემი იმედები გააცრუა
ძველმა კინდერმა გამახარა, როგორც ნახეთ, ეს რაღაცა ძალიან მიწებებულია, ნახეთ. რანაირად არის? ერთი წუთი ეს ძალიან იყო მიწებებული ერთმანეთზე. ესე რაღაცა ძალიან დაწებული იყო. ესეთი შოკოლადი აქვს. ნახოთ, ესეთი რაღაცა ეს რა არის? არ ვიცი. რაღაცა ვარსკვლავები, აბა ნახოთ. რა ვიცი, გავსინჯავ თქვენთვის. რომ გითხრათ რა ხდება და რა არის, რა გემო აქვს. ნახოთ აბა. რა ვიცი. ეს ცოტა განსხვავდება, აბა ეს ნახოთ. ამას უფრო ძაფრი შოკოლადის გემო აქვს, ანუ უფრო შავი შოკოლადის გემო აქვს, ვიდრე წინას. ეს არის შოკოლადის ხლოპია და ამ შოკოლადს იმდენად ძაფრი გემო აქვს, რომ ძის გემო იკარგება ფაქტიურად. ჩემთვის ესე არის, რა ვიცი. შეჭმით, შეიჭმება, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. და რა ვიცი, ერთ 7 ქულას დაუწერდი მე მაგალითად ამას. შოკოლადს ყოველ შემთხვევაში. აბა ვნახოთ სათამაშო ეხა. ვნახოთ რა სათამაშო აქვთ ერთი ამათ. ესეც რაღაცა ასეთ კინდერებში რაღაცა ძალიან ასეთი რაღაცა უბრალო და რაღაცა მარტივი სათამაშოები არის მეგობრებო და რაც ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ამ ხელა თანხას როცა იხდით და შეიძლება საჩუქრად მიუტანოთ ბავშვს, შეიძლება რა ვიცი ახლა ეს იმისთვის არის რომ ბავშვს გაუხარდეთ, ხო? და რაღაცა ნორმალური იყოს, ფულს რო იხდის, შიგნით რამე ნორმალური იდოს სათამაშო, როგორც ჩვენ დროს იყო. აი ხა ეს არის ვითომ რაღაცა გონკისთვის რა. ცარიელი არის პლასმასი, რაღაცა კატის ის არის ფორმა და არაფერი რა უნდა გააკეთოს ახლა ამან. არც არაფერი. ძალიან რავი, პლასმასი არის, ჩემი აზრით არც არაფერი არ არის, მოკლედ, გადაყრილი ფული არის. აი ასეც ხდება. გადავიდეთ, ამას დაუწერ, რა თქმა უნდა. შოკოლადი 5 ქულა იყოს, კაი. აღარ დაუწერ მეც 5 ქულა იყოს რა და ამის გამოც, აი ამ ვიზუალის გამოც იყოს რეკლამაში. თორე როგორც ეგეთი სათამაშო არც არაფერს არ აკეთებს, არც არაფერი არ არის. რა ვიცი, აი ასეც ხდება. მოკლედ, ძალიან რაღაცა, რა ვიცი. მე უფრო მეც ველოდებოდი, ძალიან ცუდია რომ რაღაცას ელოდები და ასე სათამაშოები ამოდის. აბა გოგოსი ვნახოთ, იქნება გოგოს ყუთში იყოს რამე საინტერესო და უკეთესი, რა იცით. ვინ იცის რა იქნება. ძალიან არის თან მიწებებული. აი ამას აღარ გავხსნე შოკოლადს, რა თქმა უნდა, ერთნაირი იქნება, ხლოპია არის შიგნით და ისეთივე შოკოლადი, როგორც აი ასეთი, როგორც განახეთ. გემოთიც გითხარით, დაახლოებით, მე როგორც გრძნობ ისეთი. აბა ვნახოთ ახლა გოგოს კინდერში რა არის, ძალიან საინტერესო არის, სხვათა შორის. იმედია გოგოს საში მაინც იქნება რამე. მაგრამ რაღაც ეჭვმეპარება უკვე. მაგრამ მაინც ვნახოთ. აი ასეთი ცუდი რაღაცა შეფუთვა. რა ვიცი. აბა ვნახოთ თან ვერც ხევ ისეთი ეწებება ყველაფერზე. აი ასეთი რაღაცა.
ეს არის მე მგონი დასაკრავი ინსტრუმენტი რო არის. არ მახსოვს ახლა ამის სახელი, სხვათა შორის. ხო, აი რო უკრავენ. აი ნახეთ. ასეთი თითქოს უნდა დაუკრას. ეს თავისი ნაკლენკა. ლამაზი. რა ვიცი. საინტერესოა ძალიან. ეხა ამა რო დაუკრას, მეგობრებო. ეს როგორ უნდა აწყა? ესე უნდა ალბათ. ასე. და ნაკლენკა საითხარეს აქვს. ალბათ აი აქეთ ხარეს აქვს. ეს ეხა აღარ დავაკრავ. ნუ რა ვიცი. საიდან უკრავს აბა? ვნახოთ იქნება და დაუკრას. აი ასე. აბა ვნახოთ. ჩავბეროთ. უი, უკრავს, მეგობრებო. უი, ძალიან აი ეს მომეწონა, რაღაცა კარგია მე მგონი. ჩემ ტობის მოეწონება. ჩემ ცხოველი. აი ეხა მოვიდა ტობი. რაღაცა შტვირია, ნუ კაია, კაი. ამაში დაუწერ ვაქუას, რახამ უკრავს ნამდვილად და ესეთი ნაკლენკაც მოყვა რომ გააფორმოთ თან, ნუ ბავშვებს უყვართ ასეთი რაღაცეები. ნუ პრინციპში გოგოს იმაში ერთი მაინც კარგი ამოვიდა რაღაცა. ნუ სახალისოა, რატომაც არა. აქვს ადგილი ამასაც. მე მგონი ბავშვებს ძალიან მოეწონებათ მსგავსი, მაგრამ ეგეც უნდა ალბათ რა ვიცი, რამდენი უნდა იყიდო, რომ მსგავსი რამე ამოგივიდეს. აი, ასე გადავდებ ახლა ამას. ეს არის, აი, ესეთი კვერცხი. ეს სახელი, ვისაც დაინტერესება, დაიმახსოვრეთ. აი, ასე დაუწერ ვაქულას. დასაკრავით გამო. აი, ასე აეწია, ის რა ქვია. აბა გადავედით. ეხლა გადავიდეთ Kinder Joy-ზე. და პირველი გავხსნათ ეს. აბა ვნახოთ რა საინტერესოა. ხო, ეს შოკოლადი Kinder-ის. აი, მე რასაც ვიძახოდი, მეგობრებო. მე როგორც ვიცი, შიგნით უნდა იყოს ასეთი უი, ეს სათამაშო ყოფილა უკაცრავად. დაიცადი აქეთ არის შოკოლადი. მე მეგონა იქით იყო ბოდიში. აბა ვნახოთ. შოკოლადი ვნახოთ ჯერ, როგორც ყოველთვის და შემდეგაც. აი ხო, აი ამას ვიძახოდი. აი ასეთი შოკოლადი ყოველთვის ცნობილი, ასეთი კოზით. მოდი აბა გავსინჯოთ ერთი ცალი. მოდი ეს ცოტა ვნახოთ, აბა ჯერ შოკოლადი. კი. ეს არის ეგივე Kinder-ის გემორის, ამას აღარ შევჭამ, ყველა მიცის უკვე ხრაშუნა ვაფლი არის ჩვეულებრივ შოკოლადით. ნუ ძალიან გემრიელია, ძალიან სასიამოვნო არის და რა ვიცი, უყვართ ბავშვებს, უყვართ დიდებს და შოკოლადი ძალიან კარგი არის. აბა ვნახოთ სათამაშო. ეს არის Kinder Joy. აი ეს უკვე სხვა დონია მეგობრებო. ეს არის Lego Mario-დან. ნახეთ. ეს მე მგონი რაღაცასაც აკეთებს, მგონი თუ არ ვწდები ალბათ. რაღაცა იმხელა სათამაშოა, ნახეთ. აი თქვენც ხედავთ ხარისხს. აი ესეთი მარიოს სოკო და ესე თამაში როა მარიო ჩემ ბავშვობაში იყო ძალიან მიყვარდა. ასეთი რამე რომ ამომსულოდა მაშინ ჯოისტიკებზე რომ თამაშობდი ხოლმე ტელევიზორთან, ეს რო Kinder-ში ამოსულდა, ალბათ სიხარულისგან გავგიჟდებოდი კიდევაც. ისე გაგვიხარდებოდა ბავშვებს, მაგრამ მაშინ არ იყო ესეთი მარიო. რა ვიცი, Kinder-ში არ ამოდია. ნახეთ რაღაცა QR-კოდით უნდა რაღაცა აი აქ რაღაცა იმას თქვნათ. შეხედეთ ეს ეხსნება მე მგონი. აი რაღაცა. უი,
ნახეთ მეგობრებო, ეს არის საწერი, ესა ფლომასტერი, რა მაგარია. მოდი აბა რამეს დავხაზოთ, მოდი აქვე გავუსვათ, აბა თუ ხატავს. ვაიმე რა საყვარლობა. მოდი გული დავახატოთ, მე რომ მიყვარს, აი ასე. ვაიმე, ძალიან მაგარია. ხო, აი ასეც ხდება. ასეთი შენაძენში, ასეთი კარგი საინტერესო და სასარგებლო ის ამოგვივიდა სხვათა შორის Kinder Joy-ში. აი ეს არის კარგი მეგობრებო, თავისი ფულით ღირს. რა ვიცი, ეს არის ჩემი აზრი. იმათთან ეხა აი ამასთან შედარებით, აი შეხედეთ ეხა. და ხარისხს, სიმძიმეს და ბრენდირებულს და მარკას და ამას უყურეთ რა და ამას უყურეთ. სპეციალად არ გადავაგდეს. ველოდებოდი რომ ამასულიყო რამე მსგავსი კარგი სათამაშო. უბრალოდ შედარებითია, რა თქმა უნდა, ყველაფერი და ფასი ამისი და ამისი ერთნაირი არ უნდა იყოს. ჩემი აზრია ეგეთი. ეს არის მოტყუება ადამიანის და რა ვიცი ხა მე აღარ ვისაუბრებ ამ ყველაფერზე მე უბრალოდ ხსნი მაინტერესებს თქვენთვის რომ გავხალისდეთ ნახოთ ღირს თუ არა შეძენა და რა ვიცი აი ამის შეძენა ნამდვილად ღირს გირჩევთ აი ასე მეც ვიყიდიდი საჩუქრად რომ ჩემს დიშვილს და ასე შემდეგ სხვა ბავშვებს კაი სათამაშოები ნამდვილად მეცოდინება რომ ამოუვათ აბა გადავიდეთ კიდევ Kinder Joy გვაქვს წინ. გავხალისდი ძალიან. ველოდები კარგ სათამაშოებს. აბა ვნახოთ, შოკოლადს რა თქმა უნდა აღარ გავხსნი. აქ არის შოკოლადი მგონი, ხო? და აქ არის სათამაშო. რაღაცა მსუბუქია ესეც რაღაცა. არ ვიცი. ქებამ არ აწყინოთ, არ ვიცი ვნახოთ. კიდევ ის არის, ესე იგი, ეს მე როგორც ვიხდი, არის მარიოს კოლექციიდან. მეგობრებო, ეს არის სოკო. აი ნახეთ. სოკო. ისევ სოკო. ნუ კუები და სოკო. ნახეთ ზუგზაგზე ბრელოკი. არის კიდევ ნახეთ ეს არის კიდევ პოპიტი აი ნახეთ აი პოპიტიც აქვს უკან ასე აი ესე კარგად ამოვწიოთ ჩხილი მაქვს ხა და უბრალოდ მე ვერ ვაკეთებ აი ნუ ბავშვის თითი შევა რა თქმა უნდა ხა ჩემი რას იმას ვიზავ ხო, რაღაცა პოპიტია და ბრელოკად კეთდება მგონი ეს. ნუ ეხა, აი ესე მგონი, ხო? აი ესე და აქ უნდა რაღაცა გაუკეთო აი ძაფიც კი მოყვება, ნახეთ? ესეთი, აქ უნდა ძაფი გაუკეთო. ნახეთ რა საყვარელია და როგორი ხარისხის და უკან ერთი ცალი პოპიტი. აი, ესე გაწევთ და იპოპიტებ. და შეწევ. ნუ რაღაცა ხო სასიამოვნოა, ამასაც აქვს ადგილი, ეხლა დიდად გავგიჟი გადავიდი არა, მაგრამ ამას სადღაც დაუწერს ხრაქულას, კაი რა ხამ Kinder Joy-ია და ხარისხის სათამაშოში, მაგრამ იგივე დონის ხა სათამაშო არის, ეს უფრო კარგი იყო. ეს უფრო მომეწონა, დიდიც არის უფრო, ვიდრე ეხა ის. აბა ვნახოთ. ცოტაღა დააგვჭა, ბოლოსკენ გავდივართ. აბა ვნახოთ. მეც მაინტერესებს ძალიან. აბა ვნახოთ. აქ არის შოკოლადი, რა თქმა უნდა, გადავდოთ გვერდზე. იგივენაირი. აბა ვნახოთ. თორე ამდენი შოკოლადების ჭამა რო დავიწყო ისე მე. არ ვიცი. კარგი დრო არ დამადგება. აბა ვნახოთ. მე მგონი იგივე ამოგვივიდა. კაი, აღარ იმას ვიზავ, რა ხომ იგივე სათამაშოა.
ძალიან ცუდია იგივე რომ ამოვიდა, მაგრამ არა უშავს ესეც ხდება. ერთი კოლექციიდან რომ ყიდულობ, ანუ ერთი რიგიდან რომ იღებ დიდია ალბათობა რომ ერთნაირი ამოვიდეს, ეცადეთ ხოლმე რომ სხვადასხვა ყუთიდან აიღოთ სათამაშოები, ეხლა დიდათ არ ვარჩევდი, რაც იყო ვიღებდი მე, თქვენ უფრო კარგად შეარჩიეთ, სიმძიმე ნახეთ, რაღაცა ნახეთ, კარგად აათვალიერეთ, გააჩხარუნეთ ან რაღაცა და იმის მერე აარჩიეთ. აი ასეთი ორი სოკო გვაქვს, ორი მარიო სოკო მოკლედ. არა უშავს, ამას გამოუჩნდება ჩემთან აუცილებლად პატრონი. აუცილებლად ეყოლება პატრონი, არის დარდოთ. აბა გადავიდეთ ბოლო პატარა კინდერი და დაგვრჩება ორი ცალი გოგოს და ბიჭის ბუსკვერცხები. და მიყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო. ძალიან გამიხარდება, შემომიერთდით, ვისაც მოგწონვართ, რა ვიცი, ვისაც არ მოგწონვართ. დიდებო, ბავშვებო, რა ვიცი, შობლებო, ბებიებო, ბაბუებო, მიყურეთ. აბა გადავიდეთ. აბა. ძალიან მინდა ხოლმე რომ ქართველი გამომწერები უფრო მეტი მყავდეს. უცხოელი გამომწერები უფრო მეტი შემოდიან ჩემთან. ძალიან გული მწყდება რომ მინდა რომ ჩემმა მაყურებელმა, ჩემმა ქართველმა მაყურებელმაც გამომიწეროს და ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, შემომიერთდით მეგობრებო, ბევრი საინტერესო ვიდეოები გელოდებათ და რა ვიცი. ვიმეგობროთ, ვიხალისოთ. აბა, ეს შოკოლადს აღარ გავხსნი და გადავიდეთ სათამაშოზე. აბა, ვნახოთ. აბა. ეს რაღაცა ასაწყობი არის, ნახეთ. აბა, ვნახოთ, ეს ეტყობა, არ ვიცი, სხვა კოლექციიდან არის, ისევ მარიოს კოლექციიდან არის. ვნახოთ. აბა. ძალიან საინტერესოა რა, რაღაცა ჩიტია მგონი. მე მგონი ეს ის ჩიტი არის, რომ დაფრინავს მარიოში, ხო? მე მგონი მეგობრებო, ვისაც გახსოვთ, ვინც უყურებთ, ვინც თამაშობთ, მგონი ის ჩიტი არის ნამდვილად. აი, ესეც რაღაცა ასაწყობი არის, რაღაცა ბრელოკი არის. აი, ასეთი რაღაცა ჩიტი. აი, ნახეთ, იმედია მარტივად იწყობა და არ ვიწვალებ მე ხა ამაზე. აბა, ვნახოთ. კი, მარტივად უნდა აეწყოს წესით, აი, ნახეთ. ძალიან სასიხარულოა. თევზია, არ არის ეს. თუ ჩიტია, თევზის პირი აქვს და ჩიტი. რაღაცა თუ თევზია, ვერ ვიგებ. ერთი წუთი, აბა. თევზია, ჩიტია, ვერ გავიგე. ხო, რაღაცა, მე მგონი თევზია ხა. მეგობრებო, მითხარით თევზია თუ ჩიტია, მე მგონი თევზია. ორივეს გავს რაღაც, არა, აი, რა ვიცი, ორივეს გავს, ვითომ ფრთები აქვს და რაღაცა კუდი და ესა, მაგრამ გონი უფრო თევზია, პირზე უფრო თევზს გავს, ხო, რაღაცა ისეთი ტუჩები აქვს, გოგოებს რო აქვთ ხოლმე ესე თევზი ტუჩები, ესეთი ტუჩები, აი, ნახეთ. ესე სალბებს რომ ესე რომ ვიღებთ ხოლმე გოგოები, აი, ესეთი ტუჩები აქვს და მე მგონი თევზია და ესეც ძალიან საყვარელი არის. კიდე ჯოიში. ძალიან სასიამოვნოა, ესეც ბრელოკი არის. ჩანთაზე დასაკიდი, გასაღებზე დასაკიდი. ამასაც აქვს ადგილი, ძალიან ხარისხიანი, ესეც ძალიან საყვარლობა მომეწონა მე პირადად. რა ვიცი, ძალიან საყვარელია. ამას დაუწერ 10 ქულას. 1-დან 10 ქულას ჩემგან. ესეთი ტუჩების გამო, აი. აი ესე. აბა გადავედით და დაგვრჩა ჩვენი ბუსკვერცხები, გოგო და ბიჭი. აბა პირველი რომელი გავხსნათ, გოგო თუ ბიჭი. ესე რო აქვთ ხოლმე baby shower თუ როგორ არის. ეხა არის ის ტრენდი, რომ გაიგო გოგოა თუ ბიჭია.
ნიკუშა რომ მეყოლა მაშინ არ იყო ესეთი ტრენდი და ძალიან გული მწყდება რომ რა ვიცი არ გავაკეთე არ გქონდა ჩვენ მაგალითად 17 წლის უკან ვიძახი ამას და რა ვიცი ეხლა რო არის ძალიან სიამოვნეს ძალიან მომწონს უყურებ ხოლმე ასეთ ვიდეოს და ისე ველოდები გეგონება მე ველოდები და რა ვიცი ძალიან სახალისო ძალიან კარგია ბედნიერების მომნიჭებელია მშობლებისთვის ძალიან ასე რომ რა ვიცი მოდი იყოს ახლა გოგო წეღან ხო ბიჭი იყო პირველი ახლა იყოს გოგო საყვარელი გოგო ბუსკვერცხი ძალიან მაინტერესებს პირველად ხსნი ბუსკვერცხს ესეთი საყვარლობა არის აი ეს როგორ უნდა გადააგდო ახლა გინდა ჩიგნი ცუდი ამოვიდეს რა ვიცი მე მიყვარს ესეთი რაღაცეები ძალიან სათამაშოები ზოგადად არ ვიცი ახლა ეს როგორ გავხსნათ აბა მოდი ცოტა და აბა ვნახოთ უი რას ვაიმე ეს რა მოგვივიდა მე მგონი თოჯინა ეს რა არის აბა ვნახოთ ეს გვასწავლია ნახე ქართულად ქართულ ჩვენი ენა ქართულ გრამატიკაა ეს თუ სიტყვების სწორია რომელია კარგი კარგია არასწორია კაია ის ძალიან კარგი არის მართლა აი კარგი თქო მეც ესე ვთქვი ხედავთ კაია კარგია უნდა თქვა კარგია კაია და კარგია დავიმახსოვროთ მეგობრებო ხან გვეშლება ხოლმე ხარ ასიცავ აი ასე აბა ვნახოთ ეს რა არის ოი ეს არის რაღაცა კანფეტები რაღაცა ხელნაკეთი კანფეტები რო არის ხოლმე ნატურალური მასე დამზადებული გონი ესეთებია ნახეთ ესეთი ლამაზი სხვათა შორის ძალიან მიყვარს ესეთი დიდი ნატურალური კანფეტები საწუწნი კანფეტები დამიჯერეთ უფრო ჯობია ვიდრე სხვა რამე ესეთ შოკოლადებს და რაღაცეებს ბავშვებისთვის რა თქმა უნდა შაქარი ბევრი არ არის კაი მაგრამ ცოტა რატომაც არა ლავლავი აი მე ძალიან საყვარელი ლავლავია მე მომწონს შეფუთვაც მომწონს ჩემგან ლაიქი ლავლავს გემო არ ვიცი ნუ ეხა აღარ გავხსნით ტკბილი იქნება რა თქმა უნდა ეხა საწუწ კაფეც ეხა ვერ შევჭამ და ნუ შეფუთვა კარგი არის ნახოთ აბა გადავიდეთ კიდევ რაღაც თევზს აქ მაგნიტი ეს ნახეთ როგორი ჯიხვი არის ჯიხვი ჯუ და მაგნიტიზე არის რომ გააკრეთ მაცივარზე მე მაქვს სხვათა შორის ნიკუშასთვის შეგროვებული ჩვენი საქართველოს რუკა ნახევრადზე მეტია აწყობილი სხვათა შორის რამდენიმე რეგიონი გვაკლია და აღარ ყიდულობდი და თუ პირამიდის unboxing-იც გადავწყვიტე აუცილებლად ვეცდები რომ იქნება ამოვიდეს დანარჩენი რეგიონები თუ პირამიდასაც რა ვიცი თუ ამ ვიდეოს ბევრი ნახვა ექნება და ავართ ძალიან ბევრ ნახვაზე 1,500-600 ნახვა თუ მეკნება მაგას რა ჯობია მაგასაც აუცილებლად და მეტიც 1000 ნახვაზე რატომაც არა 1000 ნახვაზე თუ ავალ ჩემ ვიდეოთი ნამდვილად გადავიღებ პირამიდებს კოშკებს რა ვიცი რაღაცებს თუ მოგეწონებათ აი ეს ძალიან კარგია ბავშვებისთვის დამწყები მოსწავლეებისთვის პირველ კლასელებისთვის და არა მარტო ბაღის ბავშვებისთვის მე მგონი ბაღის ბავშვებმა უკვე იციან ამბანი რა თქმა უნდა სანამ სკოლაში წავლენ იმიტომ ამზადებენ ბაღში ბავშვებს ვიცი და ძალიან სასიამოვნოა ძალიან კარგია ქართული კარგია ყველაფერი უცხოური კინდერი რამე რომე მაგრამ ამას აქვს ადგილი ჩვენთვის ჩვენი ბავშვებისთვის ჩვენი შვილებისთვის ძალიან კარგია მე მომწონს რა ვიცი ნამდვილად რეკომენდაციას გავუწევდი ამ ჩვენ ლამას საყვარელ ბუშ აი ნაგიდლა საყვარელი გოგონა არის აი ასეთი ჯიხვი გვაქვს მაგნიტი აბა გადავიდეთ და ბოლოს აი ესეთი საყვარელი ეს რა დათვია თუ არა ლეკვია სკვიში ლეკვი თავისი ჩასაცმელით მეგობრებო ნახეთ ეხა ხო სკვიშები ყველას უყვარს ბავშვებს
და ეხლა სკვიში იმიწოდებს, ალბათ რომ ეხლა ძალიან ასე ვთქვათ მოდაშია და რაღაცა ყველგანაც გაიხედო სკვიშები არის, მე თვითონ ძალიან მიყვარს, მაქვს სკვიშის ვიდეოებიც, რომ სკვიშავ რაღაცებს ხედით და აუცილებლად უყურეთ, გამომიწერეთ და ნახეთ ჩემი დიდი ვიდეოები, short ვიდეოები და short ვიდეოებში მაქვს ჩემი სკვიშ ვიდეოები და სხვათა შორის შეიძლება სკვიშ ვიდეოთ გავაკეთო short სკვიშ ვიდეო ამუნიათი. ნახეთ როგორი სტასაცმელი აქვს. შეხედეთ როგორია. რასაყვარ ეს ეხდება მეგობრებო ნახეთ. ანუ სხვასაც შეუძლია ჩააცვათ, თოჯინა შეგიძლიათ ჩააცვათ. ნუ ბავშვებს ძალიან სახალისოა ესეთი ფეხები. რა ვიცი მე მომეწონა. გასართობა და გასაშკვიშოთ კარგი არის. აი ასე. და ლაიქეთ მეგობრებო. გამოიწერეთ ჩემი არხი. ჰაი. კარგად. აი ასე. ეს არის გოგო ლეკვი. აი ესე ჩავსვათ აქ. ამას უწერ 10 ქულას ლეკვის კვიშის ლეკვი ბუს. აბა ნახოთ დაგვრჩა ბიჭი ბუ. ბიჭი სათამაშო ბუ. აბა გადავიდეთ. დღეისთვის ბოლო ბუ არის ეს. ნახოთ. აბა ნახოთ. ცოტა რთულად იცნება რა თქმა უნდა ეს. არ გადმომივარდეს თან რაღაცები არ მინდა. ხო, აი ეს ამოგვივიდა ძროხა, მაგნიტი, აქ ამოგვივიდა ჯიხვი. რაღაც როხა. აუ ძალიან მომწონს. სიამოვნებით შევაგროვებდი და ჩემაცივარზე გავაკრავდი. ძალიან კარგია. ქართული წერლობა, ქართული დამწერლობა, ქართულ ასოებს და ქართულ ამბანს დედამიწის ზურგზე არაფერი ჯობია მეგობრებო, ასე რომ შეიძინეთ შეაგროვეთ, ასწავლეთ შვილებს, შეაყვარეთ ქართული ამბანი და ქართული დამწერლობა, ჩემი რჩევა იქნება და რა ვიცი. ხო, ეს კამფეტები, როგორც წეღან ლავლავი, საყვარლობა. აი ნატურალური კამფეტები ქართულია ეთყობა ხო ხილის ასორტი ნახეთ როგორი ბლები და მარწყი და ისინი ახატია ჟოლავი ძალიან სასიამოვნოა სიმართლე ხო აბა გადავიდეთ თან ვიხედები შიგნით რამე არ გამომრჩეს ესეც აი ნახეთ სწორია ბოდიში არასწორია ბოდიშით ისე ხო ბოდიში ჯობია კი არა და სწორია აი ასე ეს სტიკერია დასაკრავი ძალიან სასიამოვნოა მინდა გითხრათ აი ასე აბა ნახოთ აქ რა გვიზის აქ არის ნახეთ უზარმაზარი მატარებელია მეგობრებო ნახეთ რამ სიმძიმეა ძალიან ძიმი არის სხვათა შორის ხარისხიანი მინდა გითხრათ აი ასეთი ეს რაღაცა მულტფილმის გმირია მეგობრებო მე ვიცი ეს რაღაცა ნანახი მყავს ნახეთ აი ძალიან კარგი იმითი რა ქვია ხარისხით ძიმე მინდა გითხრათ ეს შეიძლება იცი რა შეება ესე რომ გაწეო ნახე ესე რომ გაწეო ნახე ესე დადის მგონი აი ნახეთ ხმა ხო გესმით ახლა იქ არ ვერ გავატარებ ესე რომ დაბლა გადავარ და დარბის მატარებელი რა მაგარია ძალიან ძიმია და ხარისხიანი სხვათა შორის პლასმასია, მაგრამ შიგნით მექანიზმი უზის უკვე კაია. რა ვიცი, სასიამოვნოა, აქვს ამასაც ადგილი, ძალიან საინტერესოდ იყურება სხვათა შორის. აბა რა სიტყვით, გოგოს ბუსკვერცხიდან ეს არის სკვიში ლეკვი და ბიჭის ბუსკვერცხიდან ესე მექანიზმით მატარებელი. აი ასე ასეთი შენაძენი
დღეს ამით დავასრულებ მეგობრებო, ამას დავუწერ 10 ქულას ორივეს ჩემგან, იმიტომ რომ მე მომწონს ასეთი მსგავსი სათამაშოები, რა თქმა უნდა ხარისხს აქვს მნიშვნელობა, რაც კარგია, რაც არ ვარგა, კი დაინახეთ რომ გადავყარე, არც კი მივცემ და ვაკადრებ არავის, ასე რომ, რა ვიცი, გამოიწერეთ ჩემი არხი, მიყურეთ, რომ შემდეგ და შემდეგ კარგი ვიდეოები გადავიღოთ, მიყურეთ, დამიმეგობრდით, მომწერეთ, კიდევ თუ ვინმეს რამე აქვს იდეა თუ რამე სურვილი, აბათ ამიწერეთ რა გიდათ რომ კიდე გადავიღოთ, ავაბოქსინგოთ, unboxing-ი, განყოფა რისი გავაკეთოთ, რისი დაგემოვნება მაქვს, მე კიდევ გეგმები აუცილებლად გადავიღებ კიდე ვიდეოებს. ახლა არ დავასპოილერებ და არ ვიტყვი და რა ვიცი, დაგემშვიდობებით. ამ ბედნიერ და კარგ ნოტაზე და რა ვიცი, მიყურეთ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან რასაყარლები არიან, ნახეთ, რაღაცა წყვილი ბუსკვერწყები. ხო, და რა ვიცი, ბედნიერ დღეს გისურვებთ, წარმატებულ დღეს, წარმატებულ ცხოვრებას, ყველაფერს საუკეთესოს, შეიძინეთ თქვენი შვილებისთვის ასეთი კარგი რამე რუმეები, სათამაშოები, მეგობრებისთვის, მეგობრების შვილებისთვის და გაახარეთ ერთმანეთი, გაიხარეთ თქვენც. აბა გემშვიდობებით, დროებით, მიყვარხართ კოცნით, თქვენი ლუსი და ნიკო. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ვიდეომდე, ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდება წინ. არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და რა ვიცი. მომავალ შეხვედრამდე, კარგად, ბაი!